ვერ იქნება ქვეყანაში დემოკრატია, თუ კი არ გექნება ლოკალური დემოკრატია. ვერ გექნება ლოკალური დემოკრატია, თუ კი არ გაქვს ძლიერი რეგიონული მედია. აი როცა ვფიქრობ ხოლმე რატო არის ჩვენი რეგიონული მედია სუსტი? ეს იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არ გაქვს. ადგილობრივი თვითმმართველობა რომ არ გაქვს ძლიერი ადგილობრივი ბიზნესი. ადგილობრივი ბიზნესი უნდა აფინანსებდეს მათ შორის ადგილობრივ მედიას. მე ვიხსენებ ბიზნესს, რომელმაც სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მედია დააფინანსა. ეს არის რეალურად მედია, რომელიც განწირულია დამოუკიდებლობისთვის. ის ვერ იქნება ვინმეს მხარე ვერცერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ იმდენად, თუ კი რამე კარგი გაკეთდება, იმდენად ისე კი გაუხარდება მასაც და მოუწევს რომ ამაზე ისაუბროს და გააშუქოს და ასევე თუ კი რამე ცუდი ხდება, ამას ვერაფერს ვერ დამალავს. შეუძლებელი აბსოლუტურად უშუქო, მშიერ პატარა ქალაქებში გაყინულ პატარა ქალაქებში გეკეთებინა ეს საქმე. თუ არ ხარ იდეალისტი. და სწორედ ესე რომ იდეის ჯერათ რომ ეს არის საჭირო, ეს არის მათი პატარა ქალაქების ტრადიცია, რომ კონდეთ ეს მედიები, რომ საუბრობდნენ ადგილობრივ კულტურაზე, ადგილობრივ, რა ვიცი, მათ შორის ბიზნესზეც და აუცილებლად ადგილობრივ მართვაზე, პრობლემებზე. ყოველდღე თუ არა, ყოველ კვირა მაინც ვიგებთ, რომ რომელიღაცა რეგიონული მედია იხურება და წვეთს მაუწყებლობას. მე ესეთი რთული მდგომარეობა არ მახსენდება სხვა დროში, მახსენდება სხვადასხვა ტიპის ეწოლები, მახსენდება კი არა, განგვიცდია სხვადასხვა ტიპის ეწოლები და გამოგვივლია. ოღონდ ახლა აქვს სხვა ფორმები მიღებული და შედეგობრივად ეს არის ყველაზე მძიმე გადასატანი, როგორც ჩანს მედიისთვის. არსებობს ეგეთი ახლა ძალიან ტრენდული გამონათქვამი, რომ თუ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა და მე კი მგონია თუ არ იქნება თვითმმართველობა, არ იქნება მშვიდობა.